გამარჯობა მეგობრებო, ვიწყებთ მორიგ მოგზაურობას ვერბალურად, მოკლედ მოგზაურობაზე საუბარს, მოყოლას ამბების და სანამ ჩემს დღევანდელ სტუმარს მოგზაურს წარვადგენ, მანამდე უბრალოდ შეგახსენებთ, გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, სადაც გვიპოვით და თუ როგორ უნდა გვიპოვოთ, ამაში ჩვენ დაგეხმარებით მეგობრულად, აი აქ მინიშნებები გვაქვს, შეგიძლიათ გადახვიდეთ. მადლობა. ეხლა ჩვენი მოგზაური დღევანდელი სიკო ჭუმბურიძე მას წარდგენა არ სჭირდება. ცნობილი მოგზაური ყველა მიცით. სიკო, ძალიან სასიამოვნოდ დაემთხვა, როდესაც მე ამ პროექტზე ასე თქვა დავიწყე ფიქრი, მზადება, ჩაწერა. რაღაცა მოგწერე, მე თქვი გავიგებ, აბა რა შვება როგორ არის აქ შორიდან მოთევა რომ აბა მოვიწვიო გადაცემაში და რომ მივწერე მაყურებელს გულწრფელად ვეუბნები, აბა რა შვების საითხად ბოდიში ვახაო ვერ ვიცი ცოტა ისე იტალიაში ვარო და ოპა მოდი აქ იტალიაში თუ ხარ მეც ეგ მინდა ანუ გადაცემის ფორმატში გემრიელა ჩაჯდა იქ კარგად ვერ აგიხსენი ახლა აღარ შეუშალე მოგზაურობაში ხელი და სამაგეროდ აი ჩამოსვლისთანავე აეროპორტში დავხვდი შეიძლება ასე ითქვას და ეგრე მიკროფონი გავუკეთე აბა მოყევი რა მოხდა როგორ იყო ყველაზე ცხელიც მინდა დავიწყო იმიტომ რომ ეხახას მართლა გულწრფელად წინა კვირაში თუ რამდენიმე დღის წინ იტალიაში იმყოფებოდი და აბა ვიცი ახლა ეჭვები მაქვს რატო წახვიდოდი შენ ფეხბურთის დიდი მოყვარული ხარ მრავალი წელია გულშემატკივრობ ჩვენს ნაკრებს და არა მარტო ნაკრების დონეზე რა თქმა უნდა ჩვენს ნაკრებს მაგრამ საკლუბო დონეზე ვიცი შენი გემოვნების ამბავი და იტალიური ფეხბურთი ძალიან გიყვარს ალბათ რაღაცა იქ ცდელობები გექნებოდა მოკლედ არ მინდა შესპაგირად ვილაპარაკო ცდელობები მქონდა მოკლედ ორი სიტყვით რო ვთქვა ჩემო მეგობარმა სიყრმის მეგობარმა პატიჟა რამდენიმე დღით ჩამოდიო რაღაცები დაემთხვა იქ ჩვენი მეგობარი ჩადიოდა კიდე და მოკლედ რა იყო ეხა თავარი ანუ რომ მომწერა როგორც კი მომწერა რომ უნდა ჩამოხვიდეო რა ბილეთები რაღაცა იქ ცხოვრები მეგობარია ხო რომელიც იქ ხო ნუ აი მისეა რა ახალი შედარებით ახალი წასულია რა ხალხა ჩამოდის ხოლმე და ჩამოდიოდა ეხლა რომ რაღაცა და ბილეთები ეგრევე ყველაფერს უგიყიდიო და მოდიხარო რა აი ძალიან არ ველოდე საერთოდ არ გეგმავდი ეხლა რა ცოტა ისე გრაფიკებში ვარ რომ არც აზადაც არ მოსვლია რომ სადმე წავსულიყავი ეხლა ხო და ისა პირველი რაც ვნახე ეგრევე რომ ბილეთი რო ჩამიგდო და თარიღები ვნახე ეგრევე ვნახე რომ მეთქი ან ნაპოლის თამაში სამხრეთ იტალიაში მიწევდა და მეთქი იქნება ან ნაპოლის თამაში მე ბარის თამაში ვეძებე ხო იყოს რაღაცა იყოს ჩამოდიხარ ხო ეხა უნივერსიტეტის თამაშზე არ წავსულა რა ლივორნო მესინაც კი არ დაგემთხვა არაფერი არ დამემთხვა იმიტომ რომ კვირას წავედი ნუ კაცო ორშაბათს ჩავედი იქ და პარასკევს წამოვედი რა და ეხა თამაში შაბათ კვირასაა ძირითადად და თამაშს ვერ დავევთხიე. ერთ-ერთი რაც იყო რომ ხასიდან გავარდნილი იყო ყველა მაკალაკებიდან. თასზე არ გაუმართლა. ხო და მოკლედ რა ვიცი რომ ერთ-ერთი ნეაპოლში ჩავედი ქართველები დავხვდნენ ჯიგრები და პირველი ვაბსა წავიდეთ და მეთქი რა ვიცი სტადიონი მან ნახეთ რა ვიცი ხა მაინც ყვარასულ ვარ ეთამაშა მაგ სტადიონზე მაინც საინტერესო იყო ხა ითმენდეს ისეთი სახელს ადარებს სტადიონი მივედით და ანუ არ შეგვიშვეს იქ მითხეს პატარა კორუფციაო მოსულაო რაღაცალები უკარი მაგრამ გაიგო რა უნდა და ის რაღაცა ტურისტული ტური არა აქვს თუ რაღაცა გადაიხადო და ალბათ რაღაცა ანუ ანდროები არიან რაღაცა მაგრამ ჩვენ ვერ დავემთხეთ ყოველ შემთხვევაში რა თან ხა ისე მან იქიდან უნდა გამოფრენილიყავით ნეაპოლიდან და მაგამ ბავშვი ჩავედით ნუ დილით წავედით ტარანტოდან ბარის გავლით ნეაპოლში ავტობუსით და რო ჩავედით ანუ რამდენიმე საათი ქონა მე ღამეს უკვე მოფრინავდით რა და აი მოსწრებაზე ვიყავით რამე რო გვენახა რა და სტადიონზე ნუ ვერ შევედით იქ რაღაცა მე აქედან მოუვარეთ ამ დაცვას უთხარით ხო იქ რა ყვარას ბიძაშვილი ვარ ყვარას ვიღა ბოლოს ყვარა ვარ არაცენ ვარ შეფო აი ბიჭო ვერცევი და შანსი არ არისო მე რაღაცა იქეთ ეთი წერტილი იყო რომ აი შევედით და აი იქიდან ჩანდა მოედნის პატარა რაღაცა მონაკვეთი და იქ ვითომ სელფები და რაღაცა მაგრამ ანუ შიგნით მაინც ვერ შევიპარეთ ერთ-ერთი შევიპარეთ საკონფერენციო ისო ბანერი რო არის რა კომპანიების ბანერზე პრესკონფერენცია ეს პრესკონფერენცია გაუმართე პატარა პრესკონფერენცია ჩემებურად შევიპარეთ იმაში არავინ არ იყო და შევიპარეთ ცოტა ვიმაიმუნეთ თორე სტადიონი ესე ვერ ნახე მე წავედით მარადონას ეზოში რა მარადონას სადაც ცხოვრობდა მართლა ხო იმ რაღაც იტალიური ეზოა
ან სახლ-მუზეუმის ამბავი ეს ვარი მუზეუმი ჩათვალე რა. მხოლოდ ეზო, სახლი არა, ხო? სახლი ანუ რომელი ვინა იყო არ ვიცი. ხო, შეიძლება ვიღაცა იტყუება, არა. მე იმიტომ ვიკითხე რომ ვინმე არ იტყუებოდეს. არა, მთელი ეზო ანუ ჯერ ერთი ძეგლი დგას. მურალები დახატული. ის ცნობილი მურალი ალბათ მანდა, ხო? კი, მთელ კედელზე მარადონას ისაა და აქ რაღაცა ერთი კუთხე არის, სადაც ფანების მიტანილია ალბათ ეს ყველაფერი, შარფები ისინი სამოს და ერთი კუთხე არის ყველაფერი ყრია რა ერთად რა და ანუ ანუ ქუჩა არის მარადონასი, სადაც ყველგან არის მარადონას ან ფოტო, ან რეკლამა, ან რაღაც ან ტიპ სახლზე, კედელზე უხატია უბრალოდ თავი რა მარადონასი რა, პატარა რა და ძალიან საინტერესო ქუჩა არის და რაღაცა ის ეზო მარადონა მოვისიყვარულეთ მოკლედ სტადიონი ვერა, მაგრამ მარადონა ვეწვიეთ დედამის შევძახეთ ფეხბურთზე გამოუშვიო არ ვიცი მე არ გამოუშვა ალბათ მე ვარ რომში ოლიმპიურ სტადიონზე ნამყოფი ოღონდ მხოლოდ ესე დაკეტილი იყო იღაც ტურისტული რამე ეს არ იყო ეს მიმასწავლეს და ეზო დავათვალიერე და რაო სასწაული ქალაქია ბიჭო რომ აი სავარჯიშო ბაზა სადაც რომა ვარჯიშობს და ნუ აციოს ალბათ ხო საერთოა მაგრამ სადაც ვარჯიშობ იმაზეც ბიჭო აი სავარჯიშო ღია ბაზაზე იქაც ძეგლები და რაღაცა საოცრებები ნამუშები აი ისიც რაღაცა არქიტექტურულად საოცრება იყო ულამაზესი და ვირბინე ჩვეულებრივ გადავაგენებ როგორ დავრბი ბედნიერი ვიყავი რამდენიმე წლის წინ იყო საინტერესო და არქიტექტურაც ძალიან საინტერესო როგორ მე შენ ალბათ იქაურ მეგობარი ჩვეულებრივ ასე თქვა გიძღვებოდა ყველგან თუ შენ თეძებდი და მათრი ესაკე დღე ძირითადად დავხეტიალავდი მეც ახლა თან ახლა ჩასული ხარ პირველად რაღაც ხო უნდა ნახო და მთელი დღე დავდიოდი საღამოს ვისკი იმდენად იაფი იყო საერთოდ რო არ ვაპირებდი ყოველ დღე ფას რამხელა რამდენი რამე შეუძლია რა ხო არა ის დასავლეთ და შეუძლია დაგვირია ხო გასაგები ნახევარი ანუ დღე დავდიოდი ისეთი იაფია დღე დავდიოდი საღამოს რაღაცა ისე და მე ღამე დალევა მიდიოდა ქართველებთან ერთად იქაურ ჯიგრებთან ერთად და მე ღამე უკვე მიდიოდა ეს ლუდის სმა ქუჩაში შალახოზე გავაჩერეთ ერთ რესტორანში და ოთვერით და რომ მოვდიოდით სამარშრუტო ტაქსით მოვდიოდით რა ბევრი ვიყავით ეს ქართველები ქართულ რესტორანში ვიქეიფეთ და რომ მოვდიოდით მეორე დღეს გამახსენეს არც მახსოვდა რა ისე ხო და მე ვიდეო ჩავდე ესე ლუდს რო მაგ ვიდეოს სიამოვნებით ნახავდი მე გაგიგდები რამე დღეცი ახლა მურალი რო ახსენე კვარას მურალზე გახსოვს რომ დაიწერა რომ წაშალა ვიღაც გაბრაზებულმა გულშემატკივარმა რო გადადიოდა ნაპოლიდან ხო არ გინახავს ამიტომ არ რო გითხრა არ გინახავს რაღაც თითქოს შეიძლება ფაქტიც მახსოვს რომ ამბავი იყო ხო რაღაცა თითქოს მაგრამ კვარა რაღაცა არის მაღაზიაზე თქვათ რაღაცა ის არის სტიკერებზე და რამდენიმე ადგილას შემხვდა რა მაგრამ ხო ნეაპოლში მე რაც ვნახე ყოველ შემთხვევაში იმ ადგილებში მარადონა მაინც ეხა თვითონ აი ტურისტის ან მოგზაურის თვალსაზრისით რო შეხედოს თქვათ მაყურებელმაც აი რამე აი ვიცით რომ კრიმინალური ქალაქია ძალიან ნეაპოლი ძალიან ხო აი რა გაგაფრთხილეს რომ რაღაცა მეგობარმა რაღაცა ჩაიდეთ მასპინძელი ვინც დამხვდა ის მეუღლე მითხრა რომ ორი ტელეფონიო უკვე დაკარგული მაქვს რა და ძალიან გთხოვ ანუ ხელშიც რო გეჭიროს ან რაღაცა ჩანთა გქონდეს ხელში ან რაღაცა ანუ ხელში არაფერი არ უნდა დაიჭირო რა ჩამოგივლის სკუტერის სტაცებს ხელს გაგაცლიან რა ბავშვები დარბიან 10-12 წლის ბავშვები მოტოებით სკუტერებით ანუ იმეებს აკეთებენ დრიფტებს და რაღაცეებს და ცოტა მაფიოზურ კრიმინალური რაღაცნაირი ისეთი ქალაქია რა ცოტა შორის ქართველი ძალიან ბევრია ნეაპოლში და რაღაცა რო ითვლიდა ხე ის ჩემი მასმიძე სადაც 100,000 მაინც იქნება ქართველი მართლა ამდენ პატარა ციფრი ერთ-ერთ ყველაზე ქართულ ქალაქად მე მგონი ბარი ითვლება ხო ბარიში ბარიშიც არიან მაგრამ ნეაპოლში ძალიან ბევრი ქართველია რა ანუ წავედით ტარანტოდან ავტობუსით მივედით და ეს უნდა დავხვედრო და ერთი ქართველი ბიჭი და რო ჩამოვიდით ავტობუსიდან პირველი სიმღერა რა შეიძლება რომ გაიგო ეხლა ნეაპოლში ჩახვედი რა თვალები შეგვიწისერია სად იყო სადავარ მე გამოს მეულები ძო ხონახდათ უკან ხوار ჩამიყალა ავტობუსმა ჩემთან
ხო და მე გაიული ეს გარიბალდია რაღაცა ბულვარივითა და სულ ქართველები არიან რომ გახედავ იერით მივხვდები რომ აი პატარა საქართველოა რა ანუ რა ვაჟაზე არ იქნება მაგდენი ქართველი და სამედიცინოსთან და იმასთან ვერ ნახავ მაგდენ ქართველს იქ რო ნახავ მაგაზე კიდე რა გამახსენე იცი გაბურო ბარსელონაში ჩვენი ლაშა გაბუნია გაბურო ბარსელონაში ჩაფრდა ხო იცი ოცნება ბარსაში და გამოვიდა აეროპორტიდან და ჩაისუნთქა ჰაერი და ჩემპიონთა ლიგის ბილეთი აქვს და არ დაგავიწყდეს ვის ხვდებოდა ბარსელონა ნეიმარის დროა და მესიც თავისთავად იქაა და მთელი ამბები და ჩავიდა გავიდა და პირველი რა ესმის გაბუ ვიღაცა დაინახა და ნიკონა ახლა მაგათი ხდება და აი ნიკასიო ესო სალამ გამოფრინდებოდით მე ღამეა და ოჯახში ვიყავით რა ქართველთან და დავითი ძალიან კაი კაცი და გარეს გავართ რა იტალიური ეზოა ეხა რა თქმა უნდა ხო იტალიური ეზოში გავართ ეს და ჯერას ლაპარაკოთა და აი იქა ორი დროით ეხა გვიანია რა ან მასოს რაღაც 12 პირველი შეიძლება და რა შეიძლება გაიგო აი რა ბიჭო დაგვაცინე აი მას ქართულად რა აი რა დაგვაცინე იგი რა ეგეც მეები რაღაცა ქართული ვარიანტი ძალიან ისეთია რა შინაურული სიტუაცია არის მაგ ხრივ რა ბევრ ქართველს ნახავ ბევრს მოიფერ მაგრამ აი ცოტა კრიმინალური ის არის რა რომ ცოტა ფრთხილად უნდა იყო თორე სანახავი არის და მეორე მხრივ ერთი რაც სუდი აქვს რაც არის რომ ძალიან ბინძური ქალაქია რა მართლა ხო და აი მოდიოდი და სიგარეტი ჩავაგდე იმაში ურნაში ურნა ავწიე ჩავაგდე და ეს ქართველი მიყურებს რა შვები რა მეთქი აშვები აქ მეთქი ეთყობა ურნაში არ ხო შეიძლება ის ეს რა დაგინახო ნუ აქო короче ცოტა ვერ არის ეს იფიქრებენო რა იმიტომ რომ იქ იმდენ პირდაპირ ეზოში იქნება შეიძლება ჩამოვარდეს ის ნაგავი გადმოვაგდონ შეიძლება ფანჯიდან რა ეგეც ამ ხელისყრობა ეხა იტალიაში რეგიონებს შორის მე გამიგია ზოგიერთ რეგიონში ბარათი გაქვს სანაგვე ყუწა წარმოიდგინეთ ბარათით რომ გააქვს სანაგვე ურნა სპეციალური ბარათი აქვს შეზღუდული ხო რამდენჯერმე შეგიძლია 16 ჯერ თუ რაღაც აღებ თვეში რომ მიადებ და დაახარისხებული თან პლასმასები აქეთ ქაღალდი აქეთ ისა და ხო მეც მასეთი მეგონა რომ თავიდან სიგარეტი მანდ არა აქეთ ნეაპოლში ხო დანარჩენი მეებში კიდე იმდენად მაგრამ რაც განასხვავებს სხვა ქალაქებისგან უფრო ჩქეებს რა სიცოცხლე რა ძალიან ხიარული ეხა იქ რომ საღამოს მაგათ გახვიდოდი საღამოს კი შუა დღე შეიძლება აი ბევრი მაღაზია უნდა აი უნდა რომ გამოდიოდი ბევრი მაღაზია ეთი 2 დღე ვიყავი და საერთოდ არ გაღებულა რა ვიცი ან მეუდგებოდი რა ვიცი და პირველი და ხუთამდე აქვთ ისეთი შესვენება რომ ანუ აი ერთმანეთს მაგათად არ ურეკავენ რა არ მოსულა რა მან დროს დარეკო რა იმიტომ რომ შესვენება ისინი ცოტა დილას გებიან 5-6-ზე იწყებენ საქმეს და მე ამ მაგ დროს ზოგი ამთავრებს და ზოგი მე 5-ის მერე ეძებს ანუ ეს მონაკვეთი არის რა ქართველების დღეებია ეხლა მაგათად იმაში ტალანტოში იყო სამშაბათი და პარასკევი ქართველების დღეები რას დიდ ქართველები ისვენებენ მაგ დღეს ქართველების სამბავი მიდის და კეიფები და ისინი ძირითადად ამ დღეებშია კი ნეაპოლში სხვა დღეებია ხუთშაბათი და კვირა არის თუ სწორად მახსოვს რა და ქართული ტალანტოში ქართული ბირჟა ჩაოლებრივად იქ ის არის რა ქვია იმ ანუ დიდათ არ გიგრძნია ხო რომ უცხო ქვეყანაში გეუნები ან ჩავედი და ან კი როგორ არა იტალია ვნახე მაგრამ აი ძირითადად ქართველების გარემოცვაში შორის რომელი იყო მაინც ყველაზე შენი აი რომ სასიამოვნოთ რომელმა ქალაქმა სანუიტოში წაგვიყვანა ჩვენ მასპინძელი ქალბატონი ვინც იყო მისი მეუღლე იტალიელი მეუღლე ყავს ძალიან საყვარელი კაცი რა ძალიან საინტერესო კაცი და სანუიტოში ცხოვრობენ ნუ ეგეც ზღვისპირა ქალაქია და საპორტო ქალაქი იქ წაგვიყვანეს სადაც ვნახე ანუ საკუთარი სახლები ვით არის რა ეს ანუ ერთი შენობაა მაგრამ აქეთ საკუთარი სახლია ჩათვალე აქეთ ამას თავის ეზო აქვს ამას თავის ეზო აქვს და მაინც საკუთარი სახლებითაა რა ეხლა უკან ვიღაცა გებჯინება მაგრამ და ეზო 3-4 სასწავლო 2 წელი ქათამიყავ და მეტად პაიაფხელა საკათმე და აუ ძალიან ვისია მე გავედით დავათვალიერეთ ზღვისპირა ისენი ადგილები რაღაცეები ნიჟარები შევაგროვე რაღაცეები მეთქი რა შეიძლება საზღვარზეო ამაზეო რაღაცა გითხრან რა იმიტომ იქ ძველი ძალიან ძველი ქვები არ და ისინი რაღაცეები რომელიც ძველი რომაელების
ეს რაღაც ნამსხვრევები ამ კაცს მოქონდა სახლი და ამ ყვინთავი არის ეს კაცი რა დაივინგი უყვარს რა ეს ყვინთვა უყვარს და ამოაკ ძველი ღუზები ქონდა ეს ხო ხვდები აი ძალიან ძველი ჩაჭედილი ღუზები და ისინი რაღაცა ქვეები ესეთი თასი ამოიტანა ნახევარი უკვე ის ხონა რა კოროზია ქონდა უკვე დაწყებული და რაღაცა მე გამთელებული და რაღაცნაირად და ყანწები ჩამოკიდებული საქართველები უყვარსო რა ქართული ხა არის რა თქმა უნდა ინგლისურით ნაკლებად იქ სხვათა შორის ინგლისური იტალიაში დიდად ახალგაზრდებს უფრო შეიძლება რომ რაღაცა დაელაპარაკო თორე ანუ უფრო სწავლობაში ნაკლებად იციან რა ინგლისური ცოტა რაღაცა ხო რაღაცები ვერ გავაგებინე მაგრამ ზამე იახტურიანამი არ შემოგთავაზე სადმე ტრანსპორტ წყლის ტრანსპორტით სადმე შესვლა და ტრანსპორტი აბა სხვათა შორის არც მომიკითხავს იმიტომ ბოდიალი უფრო რა ვიცი ძალიან ბევრი ვიარე მართალი რომ გითხრა ეს პატარა იტალიური ქუჩები არის საოცრად სოფელი პატარა ქალაქები ბევრად კიდე ხო ანუ ეხა ტარანტო რაღაცა ის არის ძველი მერიის ძველი კი არა ეხაც მერიის მუნიციპალური შენობა არის რაღაცა გამგეობათ მერიათ რაღაცა რომელიც არის მუსოლინის აშენებული და ანუ არქიტექტურათან შორიდან უკახედა ასე ცოტა შინდისფერი ის აგურისფერი შენობაა და ვიღაც ებრაელს მოუპარავს სტალინისტვის თუ რაღაც რა ეგეთი ის რუსებს მოპარეს მოკლედ რაღაც პროექტი და მუსოლინიმ ააშენა იქ რა და ანუ დაანჩენი რო შედიხარ ძველი რომაული ესე ორი დიდი სვეტია რომელიც რაღაცას აშენებდნენ მე იპოვეს და მე ეს დატოვეს ეს რა დაიწია თუ რაღაცა და მე ეს გამოჩნდა რა მოკლედ და დღემდე ხა იმასაც უყურებ ისტორია რა ხა იქ რო შედიხარ მე ამ ვიწრო ქუჩებში აი ძალიან პატარა მანქანა რომ მოდი ასე უნდა იწევი და ნეაპოლში არის თურმე დღემდე წესხავთ ხო ინტერნეტშიც და იმაში ხო გვინახავს ფილმებში რომ ეს მანქანა რო ვერ დგება და ამას რომ მიატყავს და მოარტყავს და მიატყავს და ჩადგება აი ნეაპოლში არის რა დღემდე შემორჩენილი ეგ რა ანუ გაგისვეს გამოგისვეს გამოვედით გასული და ხვდა რა გასულია რა სერიზა ერთი ხო პირველი რაც შევხვდა მაგარი კადრი იყო ჩავედით ნეაპოლში ჩავედით და ნუ მანქანაში სადგური ჩავცხედით მანქანაში და წავედით და ანუ ბიჭო წინ მანქანა მიდის და კარია ღია რა ამ ძღოლის კარი არის ღია და ბიჭო მეთქი რა შვება რატოა ღია ეხლა კაი 1-2 წამი შეიძლება რაღაცა რა არ ვიცი და მე ცოტა ხანში სიგარეტა თან ეწოდა და აფერხა ეს მიდის ჯიგარი და აი ეს არ ვიტყვი ან ზევიდანაც წევდა ხო ფანჯარას ვერ შეიძლება ფანჯარას ვერ წევდა რავი და და ღია კარები ჯიგარი პატარა საქართველოს არის რა შეიძლება აქაც ვერ დახვე ეგეთი ერთი უცნაურობა კიდე იყო რომ სვავთ კარია სვავთ საპორტო ქალაქია რა და მთელი იქიდან დასავლეთიდან თუ რამე მოდის გემები რაღაცები აქეთ შემოდისო რა პირველიო და საღამოა სვავთ რა ქეიფობ ჩვენთვის და რაღაც ავტომატის ჯერი ისმის რა ხო და მეთქი ძმებო თან წინა დღეს დაბომბეს ნახჩევანი და ირანს დაძახებული აქვს რომ იქვე ვიცი ამერიკული ბაზაა იქ სანვიტოში ჩავედი იქ საერთოდ ისინი დაფრინავდნენ თვითფრინავები საკმაოდ დიდი ინტენსივობი და სულ რაღაცა ცოტა ისე ვიყავი და არა რომ გეშინია აქ ყველაფერი კარგად არისო ხო და მოკლედ ამ კაკანზე და რაღაცა მეთქი ბიჭო ვინმე მეთქი რა გამგებელი დათვრა თუ რა ხდება მეთქი რა ეს ავტომატის ჯერი რა იტალიაში ვარ ხო რა ხო და აი გავიგე ახლა რომ ქართული რაღაცები არის საერთოდ ეს ნამეტანი ეს ნამეტანი იყო რა ამ დროში ჩვენთან ნამეტანი იყო და მეთქი რა ხდება და არაფერი ნარკოტიკი დაბინავდაო რა ქნა მეთქი ანუ პორტში რომ შემოდის ნარკოტიკი ხო ეს მაფიოზები ზოგი ფერვექს ისვრის ზოგი ავტომატის ჯერით რომ დაბინავდა გაგებინებენ ქსელს და ესეთი ანუ მაფია იქ არის ჯერ კიდე საოცარ მაგრად ანუ სამხრეთში განსაკუთრებით კიდე რა და მაგამ ბავში ცოტა დავდიოდი ცოტა ერთი-ორი ფერვერკი მეც ვნახე ხო და საკმაოდ ხშირია ეგ ამბავი რა და საკმაოდ ის არის რა როგორ გითხრა რა ეს მაფიას საკმაოდ კარგადაა გადგმული რა ფესვები რა და დღემდე ეხა ხო ჩვენ ხო რაღაცა ვითომ ის არის რა ევროპაა მაგრამ მაგამ ბავში ცოტა ისეთი მაგრამ სხვა ქუჩაში ეხა ესე ხო რეგიონი მართლა როგორ განსხვავდება იტალიაში რა ჩემთვის ახლა რო გითხარ რაღაც საოცრად ბევრი ქვეყანა მაქვს ნახე ალბათ 15-დან 20-მდე
არის ჩემ ანგარიში, მაგრამ იტალია პირველ ადგილზე რომი კონკრეტულად ჩემთვის რჩება პირველ ადგილზე, მაგრამ აი როგორია განსხვავებულია ხო რეგიონები? კი, საკმაოდ განსხვავებულია, ანუ ხო გვიხსნიდან რომ ხჩიოლეთში ცოტა სიტუაცია ბევრად დაალაგებულიაო და აქეთ ანუ მაგრამ ცხოვრებით რავი ფულ შოულობენ, კარგად ცხოვრობენ, ჩვენთან შედარებით ცოტა შეიძლება ძუნწები იყონ, არ გამიგებენ ცუდად, მაგრამ ну აი რაღაცნაირად პრაგმატულად დახარჯვა უყვართ ხ თავის იმას ისწორებენ ასე ვთქვათ რა, მაგრამ შეიძლება ქართველი რომ ხელფასს აიღებს და ერთ დღეში დახარჯავს, ეხლა ისინი ეგრე არ არიან რა და ნორმალურად რამდენიმე წელიც რომ იმუშავა, მე როგორ პენსიაც ისე რაღაცა ყველა ცხოვრობს რა, ასაკოვანიც ახალგაზრდაც პატარა ხელს თუ გაანძრევ, შემოსავალი გააქვს რა. ერთ-ერთი აბაზანი აქვს ბიჭო ძალიან პატარა. ანუ აი როგორ გითხრა რა, რო შეხვალ ეს იქ შეუულებრივად სტანდარტივით აქვს. ალბათ ხო, იმიტომ რომ სადაც მივედი, მართლა ეგ იყო რა. მეორედ ეს ჩასარეცხი აქვს ყველას კედელში. კედელში, არის ეს კედლიდან გამოწეული ეს რკინა, სადაც ესე აჭერდა, მე ირეცხება რა. ანუ ჩვენთან ხო ამას აჭერა, ან გვერდზე აჭერა, რაღაცას აჭერა, ჩამოწევა ან ასევ. იქ არის უნდა მიაწვე. და ისე და აი აბაზანები არ ვიცი რომ ეთყობა არ ხარჯავენ მაღაზიაში იმას ფარტს თუ რა შვებიან არ ვიცი. გადასახადი მაგრამ აი ეს არ აქვს რა ფულების საგნად არ აქვს ქცეული რა. უფრო აი გადაივლე წადი რა. ხო, ეგ ამბავი აქვს უფრო ალბათ, არ ვიცი. ეს უცნაურობა შევამჩნიე. კიდე რა ვიცი, ხალხი ზოგადად ანუ იტალიელები და ეს მაგიტომაც ალბათ რა ფეხბურთის სიყვარულს მაქედან წამომივიდა რომ იტალიელები და ესპანელები რაღაცნაირად გვანან და თითქოს რაღაცნაირი ხასიათით ჩვენერი ტიპები არიან. სხვა გერმანელებში ვერ ვნახე და სხვა ქვეყნებში სადაც ვარ ნაყოფი და ვისაც შევხვედრი ვარ, ესენი სხვა ტიპაჟები არიან. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენერები არ არიან რა ბავშვი. ხო და მე ერთი ფეხბურთის ამბავი რო თქვი სტადიონზე ვინ გაგიძღოთ, მე ისე მინდოდა ახლა რომში რომ მოხდი სტადიონის ნახვა, ვიცი რომ თამაშია. სხვადასხვა იტალია გერმანიის ისა იტალია არგენტინის სამხანაგური იყო მალე, მაგრამ მაგდეხას ვეღარ რჩებოდი და ანუ თამაში არ დამეთქვა, მაგრამ სტადიონს მე თქვი მაინც ნახავ და ჩავედი მეტროში, მეტროთი ახლა ყველგან და დავიწყე რაღაცა სქემის ყურება, რომელი ხაზი და ძალიან ავიჭერი, ძალიან რთული იყო და ვერ მივხვდი რომელ ხაზში ჩავიტარიყავი და დავინახე პოლიციელი. თეთრი მინიმუმ არმანის პერანგით რა, აი გამოწყები, აი მაგარი მაღალი ტიპი თეთრი წვერით რაღაცა იმ თეთრ იმაზე რაღაცა ნიშნები ხო მოკლედ და თავისი წოდების და რაღაცა ხო და ესეთი რა მაგარი წარმოსადეგი ტიპი და ბოდიში მეთქი კითხვა მაგ და ეხლა ცოტა უცხოურად რო უთხარი ესე დაძაბულად მიპასუხა რა ხდებაო და მე უთხარი სტადიონი მინდა ვერ მიხვდა რა კიდე და ცოტა კაცრად და მე უთხარი ესტადიო ოლიმპიკო უთხარი რა იტალიურად უკვე ეხა ეს სტადიონია ხო და ესტადიო ოლიმპიკო კუდი მოიხადა დადო პერანგი აიკაბიცა და აი ესე რომ დაიწყო ახსნა აი ხა შენ ასე წახვა აქეთ კი არა ასე ამაში ჩაჯდები იქ და ამაში არაგერიოს აი ყველაფერი იტალიურად ლაპარაკობდა და მიმახვედრა ტიპა როგორ უნდა მისულიყავი ის ზედმეტი აი ზვირია ტრამვაიზე გადაჯდო მაგიცებს მე იქა ფეხითაც შეგილია ხიце გადახვიდე ბოლოს და მითხრა ზუსტად ისე გავაკეთე და მივედი რა ისე უკვე ფეხბურთზე კითხვა გავუსწრო კი ხო აი თავისას რომ ისე ხა ყველა ადამიანში არის ალბათ ყველა ერთშია რომ თავისას ელაპარაკებ მაგრამ დობის ამბავში რაღაცა ზოგადად რთული არის მათი მოპოვება დობის მაგრამ ქართველები ყველაზე მეტად უფრო მისაღები ტიპები არიან იმის გათვალისწინებით რომ იქ უკვე პაკისტანელები, თქვათ ინდუსები, ირანელები ბევრი ჩადიან რა და ჩვენ კიდე იმათთან შედარებით მათთან ახლო ტიპები ვარ ხდები და უკვე ქართველი უკვე დაფასდა რა ესე რომ ვთქვათ რა უხეშად. ეხა პატარა საქმე ყვარასაც არ გაუკეთებია. ეხა ისიც არის მომენტი რა ხო. რა თქმა უნდა ყვარასაც აქვს ეგ მაგრამ ზოგადად თათ ყვარას პატივისცემით ხო არ ვართ ეხა კი რა თქმა უნდა ეხა ჩვენები ის რო ახსენე კიდე მანქანის დაყენება და ვიდეო ერთი იყო კიდე გარეთ ტროტუართან გარე ღია კაფეში ვიჯექით და ესე გოგო შემოვიდა და ვერ ჩააყენა წვალებით რაღაცა მიარტყა წინ გავიდა მე უკან მიარტყა მე კიდე წინ მიარტყა და ხო და ეს ხო დავინახე და გამიკვირდა ხა მე როგორც მოსე რასაკეთებს რა სურახუნებს ხო და ესე შევწყვიტი ასე ვთქვათ ყავის სმა და გავხედე რასაკეთებს სახე ხომ მაგ და გოგო მანქანა აი მე ანუ ეს გააკეთა რომ ბოდიში და მეთქე პრობლემა არ არის
პრობლემა შენი მაგარი ეგო ხო ჩემი ეგონა და იფიქრა რომ იმიტომ დავიძავე რომ რას აკეთებ და ვაიმე და ურახუნია რა პრობლემა იქ მანქანა შეიძლება შუა ქუჩაში გააჩერო ავარიულს თუ ჩართავ შეიძლება დილამდე მართლა ხო ეხენოს უბრალოდ გასასვლელი თავარია ხო იმ შემთხვევაში მიყავ თუკი ხო თუკი კეტავს ხო მაგ შემთხვევაში ზას არ უნდა კეტავდე ეგ საინტერესოა მაგრამ ანუ მოძრაობა არ ფერხდება მაინც ისე ახერხებენ რომ შეიძლება თლათ ვერ ჩააყენოს და იქვე მიაყენებს რა ბატონო ნახული არის მაინც ჩვენი ქვეყანა ხო აი ქართველი ალბათ უფრო კარგად მანდ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით იცი რა არის ანუ კანონების და რაღაცების ანუ უფრო თავისუფალი ცხოვრება არის უფრო რა ანუ ცოტა მიშვებული რომ დავარქვათ აი ეგრე არის რა ანუ არ არის ესეთი მკაცრი კანონები და შენთვის იცხოვრე იარე რა ვიცი რა აზგინა ხო ანუ რაიმეს გამო დისკომფორტი იგზენი რომ აი ეს რაც სუდათ ამას ვერ ვაკეთებ ახლა აი ეს ხო ნეაპოლში იყო რომ რავი რა ესეთი ბინძურები რა რა დანარჩენი ხო ანუ მე ვიგულისხმევ შეზღუდვა რომ აი რაღაცა ამ დროს ეს არ უნდა ქნა რაღაცა ერთად პირველიდან 5-მდე არავის არ უნდა დაურეკო იქ ვიც არის ხო დღის ხო შესვენების და ღამე იყო რომ ანუ აი სვავდით ხოლმე იყო რომ 2-3 ღამე გადავიდა ამ ქალმა თქვა მასპინძელმა რომ მეზობლებო გაფრთხილებული მყავსო რა რომ ეს 3 დღეო სტუმრები ჩამომდიანო და აქო ღამე ხმაური იქნებაო და კი ბატონო მითხესო რა და მაინც ახლა რამდენი მეზობელი უნდა გააფრთხილო ახლა ერთი კორპუსი ეს იყო წინ კიდე კორპუსი იყო და იქით კიდე კორპუსი იყო და ახლა ხმა ისე გადიოდა რომ და ოღრაში ქონდა ქართული кейფი ატეხებდა ხო იცი ახლა რო ლაპარაკობ ისა ხმაურდა მღეროდით ცეკვავდით რა ვიცი და ამბავი და კაციშვილს არაფერი მესამე დღე იყო რომ ვიღაცამ აივანზე გამოვედით და ვიღაცამ გამოგზახრო ბავშვები მყავსო და როსტა დაშვებითო და ახო აიგეთ თურმეზე თუ პირველზე ვამთავრებთო და კი ბატონო უჩით ჩვენს იმაზე და ისე არაფერი და ერთ-ერთი მეორე დღეს უთხრა ამ ქალს რა ზედამე თუ ქვედა მეზობელმა მითხრა რომ ესაო ხმაური იყო რა რაღაცაო რა და მე უთხარიო რომ ბოდიშიო ყველა გავაფრთხილო რაღაც და მე მოვიდა მეორე დღეს კიდე ეს კაცი და ბოდიში მოუხადა ამ ჩვენ იმას დიასახესო მეზობლები შენ გაგიფრთხილებიაო თურმეო რა და ბოდიშიო რომ მე საყვედური გითხარიო რა და ეგ ამბავიც გითხო რა რომ ანუ თუ გამაფრთხილე ხა წადი იყო იმიტომ რომ მე შეიძლება ჩამოვიდეს თუ ალბათ ეგ ამბავი აქვს უფრო სოლიდარობის ამბავი და უფრო ქართული ჯიგრულ ამბავში გაგვიგეს რა რაღაცნაირად რა და ეგეც ძალიან ის იყო რა ანუ მაგ ხრივას არ ახლა შეიძლება ვიღაცამ დაარეკოს მართლა შეიძლება ჩვენ ეს სამეზობლოში ყველგან ერთნაირად ხო არ არის მაგრამ მაგხრივად ჯიგრები არის რა ასე ვთქვათ ზგავსი რა მქონდა იცი გერმანიაში იყო შემთხვევა მეგობარმა დამტოვა სახლში თვითონ სამსახურში წავიდა და ნუ ახშენ არავინ არ შეგაწუხებსო თუ კი ვინმე გაუღე კარები ან თუ კიდე არ გაუღო და მართლა წავიდა თუ არა საკმაოდ მალე კარზე ზარია ახლა მე ვთქვი რამე საჩქარო არ იყოს გავაყერა რა პრობლემაა და გააღო ნუ გერმანულად დაიწყო ქალბატონმა საუბარი და მე ვთხარ გერმანული არ ვიცი სტუმარი ვარ და ინგლისურად თუ მეტყვი ინგლისურად მითხრა რომ არაფერი იმიტომ შეგაწუხეთ რომ ეხლა იქნება დრელის ხმაო და გაგაფრთხილეთო რა საქმის კი ბატონო გასაგებია მადლობა არ არის პრობლემა შეჩვეული ვარ და ველოდები ახლა დრელის ხმას ხო გავიხურა და ცოტა ხანში ისმის და გაჩერდა აუ მე თქვი ხა დაიწყება ესე იგი მომართა ემან და დაიწყება და ხო არაფერი არ არის ხო ის იყო ანუ ეგ იყო სულ მე თქვი ხა იწყებს რემონტს და უნდა ჩამოანგრია და შესავალი ის იყო დრელის ბურღის უბრალოდ ბოდიში ელექტრო ბურღის ხო ხო ამის ხმარი და ეს იყო ხმა შეგაწუხა და გამართხილა ხო რა კარიერა მივათ ალბათ ჩვენ სადღაც მან დრო რა კი ბატონო ცოტა დრო დაგჭირდება ცოტა იტალიელებამდე მისული ვარ იტალია რაღაცებს გავწტით ხო ასევშეცან ხო ახლა იმას მაინც არ აღნიშნავენ რომ ის ნარკოტიკი ჩაბარდა თუ რა დაბინავდა ხო რაღაცებს რო გადმოვიღებთ ახლა თუნდაც ყველაფერს ასე რა ვიცი ხო არ გინდა რამე დაამატა თუ არა ძალიან საინტერესო რამე გავითვალე მე რა ჩვენმა მაყურებელმა რა უნდა გაითვალისწინოს ესე თუ გინდა მე და შენ რო მოგზაურობა გვაქვს ისე შენ მოყევით კი ბატონო გადავიკეთ ფეხბურთის თემები მაგცენა და მე და ხო სიკო ერთად ვიყავით უკრაინაში ქალაქ ლვოვში საოცარ ევროპულ ქალაქში ულამაზეს ქალაქში სადაც სტარდება სამწუხაროდ ახლა აი ომებმა გააჩერა ეს ძალიან მაგარი პროექტი ყოველ წელიწადს სტარდებოდა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში ფან-კლუბებს შორის, სადაც საქართველოს არის გაწევრიანებული და მართლა მაგარი პროექტია.
იქი არა ისე არ უნდათ გაწყვეტა ბიჭებს რომ საქართველოსაც იყო საუბარი რომ აქ ქონდა რაღაცა ცოტა შეფერხებები ქონდა თორე აქ გვინდოდა იგივეს გაკეთება ძალიან მაგარი ტრადიცია და საქართველოს ნაკრებში ფან-კლუბის ნაკრებში ერთად ვითამაშეთ კონკრეტულად ერთად 2012 წელს ვიყავით და მე მგონი თქვენ რამდენჯერმე მე არა მე გოჩა იყო რამდენჯერმე ირაკლის სამეოთხჯერ უკვე იყო კი და ძალიან კარგი ტრადიცია იყო რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე და კიდე მოგვიწევს მინდა შეგაწმულებულიო სანამ შეგვიძლია იქამდე მორჩება ეს ომი რომ 1-2 გარბენას გავირმინოთ ბატონო აუცილებლად ეს ტრადიცია უნდა ფეხბურთი სათამაშოთ რომ სხვა ქვეყანაში მიდიხარ არის მაგარი ხო და თან ნაკრების მაისურით რომ გამოდიხარ და თან ფეხბურთელი არ ხარ ის შენი პროფესია არა მაგრამ აი რაღაცა შენი გულით ხო 3-4 კაცი ყავდა ვინც დარბოდა თქვა და ჩელი პესელები ხო ჩოლებრივი და ის მახსენდება რა მე-4-ით ფინალი თუ მე-8 ფინალი იყო მაესტროს რო ვეთამაშეთ. ხო, მართლა ფეხბურთელები რო გამოგვიყვანეს, ხო, აზრი რო არ ქონდა. იბრაჰიმოვიჩი დამიყენეს, მე რამხელა კაც დავსდევდი. და მაგარი იყო ორი თროს ვაგებდა. ხო, ბოლოს. სადღაც დაბატებული წუთებია და დაცვაში მდგავარ და ცოტა შეტევა ვცადეთ თუ რა მაგრამ და ვიდით ბიჭებო მოსაგები თამაშია და თელო ათმაკაც რო გამოვხდი. სადაც არის კომაც მაგინა რა მოსაგები. ვარას კაპიტანის სიტყვები იყო ეგ რა კაპიტანის სიტყვები უნდა მეთქვა რა რაღაც ამბავს გულის სიტყვები სადღაც მქონდა მაინც მაგის იმედი ახლა მაგრამ აი ბოლო შანსი იყო რა რომ იქნება ეს შემართება თქო და აინც ვერა რა ძალიან რამდენი ვიცინეთ მაგ მოგზაურობაში აი ციტატი იყო ეს რუსული ენის ბარიერი იყო კიდე გადავა თან თავარი რამდენი წავედით 16 კაცი 16 კაცი წავედით და 15 დავბრუნდით ყველაზე ცუდად იცოდა რუსული ზარჩა თან განა რამე დაგეგმილად ვინმე რამე თავი შეაფარა ან ქვეყანაში დაბრუნება არ უნდა და დაბნეულმა კაცმა რომელმა ხო აი რა ვიცი დააგვიანა რეგისტრაციაზე ჩანთა ქონდა საწყობში შენახული და იქ ვერ გააგებინა მაგაში და რაღაცა და რეგისტრაციას დააგვიანა და იქ არავინ დამატებით დრო არ მისცა ხო და მოკლედ დარჩა ისეთი ადამიანი რომელმაც საერთოდ ერთი ღერი ასე ვთქვათ რო იტყვიან ხოლმე ერთი სიტყვა არ იცოდა ნუ ახლა რუსულ ენაზე რა მაინც მოახერხა და ნიჭერია რომ მაინც მოახერხა რომ ყველაზე მაგად მაგდოს გაერთო ხო პლუს ორი დღე ხო დაამატა ჩა მაგრად გაერთო კანალებში გადაუხადეს ვიღაცამ შეიფარ კეთილი ადამიანი და ნახა თვალებში ამოიკითხა ვიღაცამ ისი გაჭირვება და კი ბატონო მისი რაღაცა სხეულის ენით ამანაც გააგებინა რომ უჭირდა და შეიძლება რაღაცა დაისაჯა კიდეც იმისთვის რომ პირველი გახსოვს პირველივე თამაშზე მან აუტოგოლი გაიტანა ჩვენს კარში და შეიძლება ხო და ყველაზე მაგარი ის იყო რომ ჩამოფრინდით აეროპორტში და მისი მეუღლე რო გველოდე და ილოდებოდა იქ და ყველა რო გამოვედა სად არის ჩემი მეუღლე და დარჩა ხო ანუ ისე კარგად იცნობდა ხო რაღაცა ხო გვახსოვს სანამ ვეთყოდით მანამდე გითხრა ხო ციტო აუ მაგარი ამბები იყო კი და იმედია ეს ტრადიცია იქ რომ სასტუმროში ვარ თამაში ერთ-ერთი თამაში მორჩა მოვედით და რაღაც გადავიდა წამოვწიქ ეს კუნთები მткиვად სუდათ ვარ ძალიან დაღლილი ვარ რა თან დღის 3 საათზე გვათამაშეს და სულ პაპანაკებას თამაში ვქონდა და ეგ დღე არის და მოვედით და წამოვწიქ რა ცოტა აზე მოვიდე მეთქი და უცებს იყო ბიჭო მეთქი ვა რა სიკოჭი ვიღაცა მეძახის გავედი აი მასე და ამას ყავს ბურჩქს ყავს გაჩერებული ვიღაცები და აქედან ვიდი რა უთხარიო ცენტრის საით არისო სად არისო რაღაცა ბიჭო მე უთხარ ჯერ მე მკითხე მე გეუბნები და ეს უთაგმიდი აი იმიდან ამას ესე გითხრა ესე გითხრა და ბოლოს ავიდნენ ჯერ გააჩერებდა ხოლმე ადამიანს და მე ეძახდა თარჯიმანს აუ რუსული სასოდაზე გამახსენდა ეგეც ხა სვესიპაესტკა არის უბრალოდ გასტროლია და მაგრამ მაინც ერთ-ერთი ჩვენი შემდეგი ნაკრები წავიდა რა მანსანკანის და ეს და ერთ-ერთი არის აი ბუჩქივით რა საერთ ხერი εδώ არის ის რა და გოგო წაიქცა რა ხო და მივიდა და ბევრი რაღაცა უნდა რომ უთხრას გამიგე და ერთსეთი ვერ გადათარგმნა რა უნდა აუ ესე გულის წვეთა უფრო იყო იდო ალბათ ხო მაგაში როგორი შანსია გოგო აუ წამოაყენა ალბათ წამოაყენა მაგრამ ეს უთხრა მაგრამ საქართველოში ვერ დაფატიჟა ხო არა საქართველოში იმის პეტის ვერაფერი ვერ წვეთ აუ ვეღარ უთხრა აუ წავიდა და ყიდა და წავიდა კარგია ბუჩკი
სხვათა შორის მიკროავტობუსი რო დახვდა და სადღაც წაგვიყვანა ქალაქად თამაშებზე რაღაც სტადიონს გაჩვენებდა რაღაცა შუა გზაში მომდა ტუალეტი ჩვენ უკან ვიჯექით და ტუალეტი მომდა და მეუბნება რომ ტუალეტი როგორ არის რუსულად ცხოლს რო უთხრა და მე ვთხარი არ გეტყვიშა იწვალე გაიხსენე რუსულად როგორ არია და მე ცხოლმა გაიგონა ახლა თვითონ ეს სიტყვა და ვის უნდაო და გააჩერა სანამ დათარგმნა ესეთი ფენომენალური ადამიანი ყავს ეს იყო მაგარი მართლა მივდივართ ტარანტოდან ნეაპოლში და ავტობუსით მივდივართ რა და გააჩერა ბარიში რა ხო და ჩამოვედით ეხლა რა პატრა შესვენება ამბავია და გავიხედე და ტუალეტი აწერია რა მაგრამ ისა აქ რა რაღაც ლენტი აქ რა დაკეტილი აშკარად რა ამ ზღოლი იყო და მეორე ასისტენტი რა ესვლებოდნენ კარტან დგას ეს რა და ბოდიში მეთქი ტუალეტი მეთქი რა რა არისო ტუალეტი მეთქი რა ვიცი შეხედე მეთქი დაკეტილია არისო ტუალეტიო თუ ბიჭო მე ვთხარი დაკეტილია ბიჭო აგერ არისო თურმე ავტობუსი თავის ტუალეტი აქვს მართლა სად რატომიდე მე 2 კილომეტრი გავიარე და ულოდებოდი რომ გაჩერდა ტუალეტში თორე ჩარტი მოსატულიანი ჩარტი მოსატულზე დაყიდა არის ცოტა ქართული ვარიანტი გამომივიდა რა ცოტა იქ რა მაგარი მაგრამ თავს ურტყავდი ესე მოსახოში შევიდა და მაინც ხა ავტობუსში ხა თვითფინავში არის პატარა ტუალეტი ავტობუსში რა უნდა იყოს უბრალოდ ერთი ეგ იყო რომ შევიდა მანდა მაინც მაგდროს შევიდა მოსახოში და სამჯერ დავარტყი იმას კედელს თავი. ცოტა ვიწოლე, მაგრამ მაინც რომში ფილმი ჩინოს აეროპორტიდან რო გამოვედი, მითხრეს რომ კონკრეტული ნომერი მიდის ქალაქში და იმ ნომრებთან დავდექ ვიპოვე ძალიან ადვილად. დავდექ და ხა ავტობუსი დგას, მაგრამ ძღოლი არ ჩანს არზის. და ხალხი აშკარად ლაგდება ადის ჩანთით ბილეთი რაღაც ავიღეთ სალაროში და გვერდით რაღაცა ახალგაზრდა ტიპი დგას ჯინსებში, მაგარი სიმპათიური ტიპი რა, ესეთი რა ბიჭი რა, რა ვიცი, ბიჭიც არ ჩვენი თაობის ტიპი და ბოდიში მეთქი ეს ხო ნამდვილად რომში კიკიო და სტაც ამ ჩემს ჩანთას ხელი მოკიდა და შეაგდო ავტობუსი თურმე ეს ძღოლია ისეთი ძღოლი ვერ წარმომედგინა რომ ჰოლანდიაში ნახე ტრაქტორზე რომ ლამაზი ქალი იჯდა მართლა ხო? აი რავი რა ცოტა და ტრაქტორიზდა სულ წარმოდგენა დაუჩირო აი ძალიან ლამაზი ქალი იყო მართლა რა და იზა აი ეს კომბაინები რო არის ხო იცი მაგაზე ძალიან დიდზე რა და სადაც რომ გამოვდივდი ქუჩაში ესე წრეზე დაარტყა და ცოტა ისე სახტად დავჭი რა დრო ეგეთ კადრს ალბათ ჩვენთან ამდენიმე წელი ვერ ვნახავთ კიდე რა რა საინტერესო ცოტა მენტალურად არ არის ჩვენთან ახლა ეგ ამბავი და ძალიან სასიამოვნო არა დაუფიქრე ხარ არა მოხდა ხო რა კომბაინზე ეს ხო მუშაობა შორტებით ქალი და წავიდეს და ხორბალი აიღოს მაგალითად რა ვიცი კი ბატონო მაგრამ მანდაც მივალთ აუცილებლად და მანამდე ჩვენ სადაც მივდივართ და ვახერხებთ ამაზე ყვებით ვეძახის სტუმრებს ესეთი რამე წამოვიწყეთ მოკლედ და წარმატებები და გისურვოთ სხვადასხვა ცოტა ბოლოსკი თავში შემეძლო ამით დამეწყო მაგრამ ბოლოსაც ხო შეიძლება იმედია მაყურებელი ჩვენთან ერთად იქნება ჭიერი კაცი ხარ შემეზაქრო და ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველა შენი წარმოწებაში რასაც შენ შეეჭიდები და ბატონო მე თუ ჩემი ძალებით თუ კი რამე შემიძლია შენს გვერდით ვარ და შენს თუ რამე კიდე ახალი ისტორიები და ახალი მოგზაურობები გექნა კარი ყოველთვის კიდე სადღაც წავალ ალბათ ხო და მე კი ბატონო აი ხა ჰოლანდია ესე კარგად დაანონსე ნიდერლანდები ეგ ამბავი აქ სიამოვნებით მოგაყოლებდი უფრო ვრცლად მაგრამ მოდი სხვა გერმანია გადავდოთ შემდეგი მოსვლისთვის და იქამდე თუ რამე კიდე დავამატე მე ბარემ იმასაც მოგიყვება ძალიან სახალისო ამბები იყო ბევრ რამეს მაყურებელი გაითვალისწინებს მოკლედ მადლობა ძირითადად იტალიური ტურნესთვის რაც მოგვიყევი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ ყოველ კვირას ახალ ეპიზოდს დავდებთ ხოლმე მხოლოდ ერთი კვირით გემშვიდობები და მანამდე გამოიწეროთ ჩვენი გვერდი სადაც აი ყველა ეპიზოდს იხილავთ ყოველ კვირა დღეს უკვე ახას მადლობთ თუ როგორ გვიპოვოთ პატარა მინიშნებებით ქვემოთ უკვე გამოჩნდება ეს ყველაფერი და რთული ნამდვილად არ არის ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენს გვერდით ძალიან მალე დაგიბრუნდებთ მადლობა